გამარჯობა. სახლის სახურავიდან ჩამოვიდა თოვლი აღარ არის. ბავშვები მყავს ორი პატარა 3 თვის და 2 წლის. გზა არ გვაქვს რომ გავიდე და რაღაცა უყიდო ბავშვებს. შუქით 6 დღეა გათიშული არის არ მოსულა საერთოდ. პირველ და 2 დღეს გაწმინდეს, ღამით იყვნენ მოსულები და ღამით ფიზიკურად ვერ გავალ ბავშვებთან ერთად რომ რამე უყიდო. ლიკა, თქვენ მარტო ხართ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, რა გჭირდებათ ამას გეკითხებით და მინდა რომ ბავშვების საფენები მჭირდება და ვერ გავდივარ, აღარ დამიმთავრდა არ მაქვს. დედაც ჩემთან ერთად ვარ სახლში ახლა. და რა მდგომარეობა არის თქვენ სოფელში? სხვათა შორის ზემო ნატანებიდან ჩვენ გვყავდა წინა გადაცემაში სტუმარი, რომელსაც სახლი დაენგრა და ნათესავთან არის ახლა დროებით გადასული. როგორც ჩანს ეს პრობლემა თქვენ სოფელში დგას რეალურად. თქვენთან დაკავშირებით რა ხდება? არა, ჩვენ სახლის პრობლემა არ გვაქვს, მარტო გზის პრობლემა არის წმინდება. ლიკა, მაღაზია არის ხელმისაწვდომის ადგილზე. სად უნდა რა მანძილზე უნდა წახვიდეთ, რომ შეიძინოთ სურსათი და იგივე ის პირველადი საჭიროების ნივთები, რომელსაც ახლა თქვენ ასახელებთ? არა, ზემო ნატანებში საერთოდ არ არის მაღაზია. მეორე სოფელში უნდა გახვიდე, რომ რამე იყიდო მაღაზიაში. ქვემო ნატანებში არის ერთი მაღაზია. და ფეხით უნდა მიხვიდეთ გზის გაწმენდამდე, ანუ სხვები როგორ იქცევიან, აი რა იცით თქვენ მეზობლებთან დაკავშირებით? ეხლა ჩემი მეზობლები ვინც არის ირგვლივ, ყველა სახლში ვერ გადის ფიზიკურად ვერავინ ვერც მანქანით. მანქანები თოვში არის დამალული, არ ჩანა მანქანები. ეზოში რო გვიყენია. ეს სოფელი ზემო ნატანები იმ სოფლებს შორის არის, სადაც თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა, როგორც ვიცი, ხომ? ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ, ლიკა? არა, 2 მეტრი არ ყოფილა, ჩვენთან მეტრა და 30 იყო, მაგრამ მანქანები არ ჩანა, გზა გაწმენდილი არ არის, ვერ გავდივართ ვერსად. გაიწმინდა ვამბობენ, მაგრამ ჩვენამდე არ მოსულა არავინ და არ ვიცი. კი ბატონო, რაც შეეხება საკვების მარაგს, მედიკამენტები ხომ არ გჭირდება წყალთან დაკავშირებით, რა ხდება დენზე? ახსენეთ, რომ 6 დღეა არ არის შუქი. ხო, წყალი კი გვაქვს, დენი არ ყოფილა 6 დღეა. საერთოდ არც განათებულა. ლიკა, ვის მიმართეთ დასახმარებლად? ეს მოხალისეები რო არიან, ჯგუფები როა გაკეთებული, იმათ უკავშირდებოდი, მაგრამ იმათაც ვერ მოახერხეს მოსვლა. მერე ტელეფონით დამიჯდა, ეხა მეზობელმა დამიტენა მანქანაში. 112-ს არ დაკავშირები ხართ? არა. რატომ? ახლა ჩავთე ტელეფონი, გათიშვილი მქონდა, დამჯდარი იყო. კი ბატონო. დიდი მადლობა ლიკა. მადლობას გადაგიხდით. ლიკა ჩუმაშვილი საუბრობდა ზემო ნატანებიდან დღის ამბების პირდაპირ ეთერში, როგორც ჩანს ამ სოფელში არ არის მარტივი ვითარება. კიდევ ერთი მოქალაქე წინა ეთერში, როგორც გითხარით, ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ სახლის სახურავი ჩაენგრა, რის გამოც იძულებული გახდა, რომ ნათესავთან გადასულიყო დროებით საცხოვრებლად. იმავე სახლში იმყოფებოდა ასევე ოჯახი, რამდენიმე მცირეწლოვან ბავშვთან ერთად და ისინი საუბრობდნენ არაერთი საჭიროების შესახებ. ასევე გეტყვით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი არის პროგნოზი დღევანდელ დღის შესახებ. დღეს შუა დღიდან გარემოს ეროვნულ სააგენტოს აქვს შემდეგი პროგნოზი, რომ თოვა უნდა შეწყდეს დასავლეთ საქართველოში და